გამარჯობა ჩვენო ძვირფასო მაყურებელო. მოგესალმებით Detailing Georgia's YouTube გვერდიდან. მე მინდა გაჩვენოთ, წარმოგიდგენოთ Porsche Targa 911 GTS 4S, რომელიღაცა. მოკლედ, რომელიც გადავაკარით ჩვენ 3.5 წლის წინ. არა, 3 წლისა და 2 თვის წინ. მოკლედ, როცა ბათუმის გარაჟი გავხსენით, ეს გადაკრული იყო თბილისში და ერთ კვირაში ჩვენთან ბათუმში მოვიდა კორექციას. გადაკრული აქვს ფარებზე Dino Shady, არ არის ძალიან მუქი, მაგრამ ამაზე უფრო მუქებიც არსებობს და ძარაზე აქვს გადაკრული თუ არ ვცდები Force Shield ან Dino Shield. მოკლედ, ერთ 10 წლიანი გარანტია აქვს, მეორე 12 წლიანი გარანტია აქვს. გასული არის 3 წელი. და მაგრამ ამასაც გეტყვით, სტეკის ფარების დამამუქებელ დამცავ ფირს, რომელიც 2 ერთში არის, 8 წლიანი გარანტია აქვს. ეხლა რატო ვიღებთ ამ ვიდეოს? 3 წლისა და 2 თვის შემდეგ მანქანა როცა ჩვენ გავუშვით, არ ყოფილა ჩვენთან, კორექციაზე ერთ არაფერზე. მოკლედ, 3 წლისა და 2 თვის შემდეგ მანქანა ჩვენთან მოვიდა არკების იზოლაციის სერვისზე და ჩვენ ამ დროს ვიხელთებთ და გავუკეთებთ ასევე კორექციასაც და მე მინდა ერთად შევამოწმოთ, ნახეთ 3 წელია მანქანა დადის თბილისსა და ბათუმში. სხვაგან იყო თუ არა არ ვიცი. ამ ინფორმაციას მე არც მომწვდიან, არც არის ჩემი საქმე. მოკლედ, გავრიცხოთ ახლა, კარგად გავახვაჩხაჩოთ და ნახოთ რა პრობლემები აქვს ფირს 3 წლის თავზე. და რამდენად რეალურია ის 10 წლიანი გარანტია, რომელიც ამ ფირს გაყვა. მაინც გონია რომ Force Shield და გადაკრული და არა Dino Shield. Force Shield ეს არის middle class-ის ძალიან მაღალი ხარისხის ფირი, იდეალური ბზინვარებით, იდეალური თვითაღდგენადობით და რა თქმა უნდა, ფერი პირდაპირ გამჭვირვალობის ხარჯზე ამოაქვს საღებავის ლაკიდან. წავედით გავრიცხეთ მანქანა. ნახეთ ახლა ამ ეტაპისთვის ტენტი არ დაგვიკერამიკებია ჩვენ და რა თქმა უნდა ჰიდროფობული ეფექტი ამ ტენტისგან გამორიცხულია რომ მივიღოთ, მაგრამ Force Shield, რომელსაც აქვს 10 წლიანი გარანტია და გადაკრული არის ამ მანქანაზე, ქართულად მოყვება ნანოკერამიკა. 3 წლის თავზე როგორც მე ვხედავ, ნანოკერამიკის ჰიდროფობული ეფექტი ფირზე თითქმის აღარ არის. მანქანის ფირი სველდება. ამ შემთხვევაში კარგი იქნება თუ ჩვენ მის ჰიდროფობულ ეფექტს გავახანგრძლივებთ, ანუ გავუკეთებთ მაგალითად ნასიოლის PPF გუარს, რომელიც მიცემს საშუალებას ფირს იყოს დაცული მზის ულტრაისფერის სხივებისგან, არ გაყვითლდეს, თუმცა ამ გაყვითლებაზე 10 წლიანი გარანტია აქვს. ჰიდროფობულმა ეფექტმა იმუშაოს, რაც იმას ნიშნავს, რომ არ გაჭუჭყიანდება ავტომობილი ძლიერ და ძალიან იოლად გაირეცხება. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა მე მანქანის გარეთ სხვა არ მიჭირს, მაინც ვხედავ, რომ სველდება. სველდება რა, ეხლა წყლით რომ მანქანას რეცხავ, დასველდება, რა იქნებაო, გაიფიქრებთ, მაგრამ ფირის მთელი მუღამი, ასევე ნანოკერამიკის მთელი მუღამი არის ის, რომ ჰიდროფობული და ოლეოფობიური ეფექტის გამო ავტომობილის გარეთ სხვა შეიძლება ისე, რომ არ დასველდეს. წყალს მიასხავ და არ დასველდება. ვიცი რომ დაუჯერებელი ამბავია, მაგრამ
ფიზიკის კანონების თანახმად ეს შესაძლებელია და რა თქმა უნდა ვიზუალზე ჩვენ შეგვიძლია ეს შევამჩნიოთ, როცა მანქანა დაკერამიკებული არის. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად მანქანა მაინც ძალიან იოლად ირეცხება და ძალიან კარგია. მე ხელში მიჭირავს ახლა კერხერის ნახევარ პროფესიონალური აპარატი, რომელიც დაახლოებით 130 ბარით რეცხავს მანქანას. მანქანები ირეცხება 200 და 220 ბარით საქართველოში, რომ იცოდეთ, ჩვენ გვაქვს ეს სპეციალურად შერჩეული, იმიტომ რომ არ დაზიანდეს ავტომობილის რეზინები რეცხვისგან და მე შემიძლია ძალიან ახლოს მივიტანო მანქანის რეზინასთან. ეს აჩვენებოდი. შეხედეთ, ვერც ერთ ავტომობილზე, ვერც ვარიანტ სამრეცხაოში და ვერც ჩვეულებრივ სამრეცხაოში მანქანის რეზინასთან აი ესე ვერ მიიტანთ კერხერს, იმიტომ რომ დაფლით აქვს. შეხედეთ, ჩვენ კიდე სპეციალურად გვაქვს დაბალ ბარზე კერხერი დაყენებული. კერხერი რა წყლის მაღალი წნევის აპარატი, რომელიც კერხერის ფირმის არის, იმიტომ რომ არ დავაზიანოთ რეზინები და გავრეცხოთ სწორად და არა წყლის მაღალი წნევის ხარჯზე. ეხლა ფირის რაღაც პატარ-პატარა დაზიანებებს მე უკვე ვხედავ, რაც ლოგიკურია რომ მქონდეს ავტომობილს, რადგანაც 3 წელი არის გადაკრული. ესეთ დაბალ ავტომობილზე რისკ-ზონებია კარნიზის მიახლოებული ტერიტორიები, მოლდინგები და თაღები. მოკლედ ეხლა გავამშრალოთ ჩვენ მანქანა და დანარჩენს ვნახავთ. იტალიაში პიცის ცომს რო ატრიალებენ, დავატრიალებ ესე ამას? თუ ვერა? მე მგონი გვალი უნდა იყოს, ხო? არა, არ გამოდის. კარგი. ავანებოთ თავი. ავიღოთ Vortex-ი, Maxshine-ის ბრენდის, რომელიც ყიდვად შეგიძლია detailing shop-ში. იდეალური მიკროფიბრა არის მანქანის გასამშრალებლად. და დავიწყოთ მანქანის გამშრალება. სველია, ამიტომ მშრალს ავიღებ. მოვიტანე მშრალი. მოკლედ, ამ ნაჭერს ჭირდება სპეციალური ცოდნა გამოყენებისთვის და არის იდეალური. შეხედეთ ახლა, რამდენად კარგად აკეთებს მშრალი საქმეს. როცა მანქანას გაამშრალებთ, ერთი გადატარება იქნება საკმარისი გამშრალების მომენტში, შეხედეთ, აი ესე. და რატომ? იმიტომ რომ Vortex-ი არის მშრალი. ის არის სველი კიდე ტოვებს ლაქებს. მშრალი რომ იყოს დაახლოებით 5 მანქანას გაამშრალებს ეს ნაჭერი ისე რომ არ დასვამდეს, მაგრამ ჩვენთან ახლა რაც საერთო მოხმარებაში იცით რომ სერვისში არავინ არ უფრთხილდება. შესაბამისად გვაქვს უამრავი რადიატორი, რომელზეც შეუძლიათ გადაფინონ და გააშონ, მაგრამ ფეხებზე კიდიათ. ამიტომაც მე ყოველთვის ვცდილობ რომ მქონდეს ჩემი პირადი რაღაცები, იმიტომ რომ ვიდეოს გადაღების დროს არ შევფეხდე, ეხლა როგორც მაგალითად ის Vortex-ი მიშლიდან ერევს. აი ნახეთ, ერთ წაგეთ გადაატარებ და ეს ადგილი არის მშრალი. ხედავთ? აი ესეთი მაგარი რამე არის Vortex-ი, რომელიც შეგიძლიათ detailing shop-ში. კაი, ახლა უცებ ჩვენ გავამშრალებთ მანქანას და გადავაყენოთ უკვე შემოწმებად. ხვაჩ-ხვაჩეთ და ეხა ვიწყებთ შემოწმებას. შემოწმების პროცესი დავიწყოთ წინა ბამპერის ქვედა ნაწილიდან, რადგან არის ძალიან დაბალი Porsche 911 და აუცილებლად რაღაც ხარვეზები ექნება. შევიხედოთ, აბა აქ რა ხდება. ოპა, აი რას ნიშნავს გამოცდილება. შეხედეთ, ბამპერი არის გადაკრული აი ესე კუთხეზე და ქვემოდან აქვს თავი წამოწეული, ხედავთ?
ეს არის ულამაზო, თორემ მეტი არაფერი პრობლემა არ აქვს ამას. შეიძლება რომ გადაიჭრას და გადავჭრით კიდევაც. მე არ მინდა ეხა ეს რომ ჩემი ხელით გავაკეთოთ, მაგრამ მოდი ერთგან ვიზავ, იმიტომ რომ თქვენ რო დარწმუნებული იყოთ რომ მე ჩემი საქმის კეთება ვიცი, ამას ეხა მე ჩემი დავაკორექტირებ. იმედია რომ მშვიდობით დამთავრდება ეს ყველაფერი და ვიდეოს გამო მანქანას არ დავაზიანებ. აი ესე იჭრება. ჩემო ძვირფასო მეგობრებო. კორექციის დროს ავტომობილის ფირი მთელი მუღამი იცით რა არის ამაში? მთელი მუღამი არის ის, რომ არ უნდა გაგეჭრათ მანქანის საღებავი. ისე უნდა გაჭრათ ფირი. ხოდა ვნახოთ ეხლა რამდენად გამომივიდა მე ეს ყველაფერი. შეხედეთ აბა. დააკვირდით. ვარ თუ არა პროფესიონალი რაპერი. სხვათა შორის რაპერები არ არიან, ვინც დამცავ ფირს აკრავენ. დამცავ ფირს აკრავენ ფირის გადაკრის სპეციალისტები და რაპერები არიან, ვინც აკრავენ ფერად ვინილს. აი ხედავთ? რა იყო და რა გახდა? ვალა. აი ამ ფირის მოჭრა არც მანქანის ღირებულებას ამცირებს და არც იმას ნიშნავს, რომ ფირი ხარვეზულად არის გადაკრული. ეს ბუნებრივი მუშა პროცესია. როგორც ადამიანი ბერდება გენაცვალეთ, ასე ბერდება ფირი. ხო და 3 წლის თავზე თუ აი ესეთი პრობლემა ექნება და მეტი არაფერი, ეგ პრობლემა საერთოდ არ არის. გავაგზელეთ. მომეცი? ეხლა ჩემი ასისტენტი მომაწვის ყავას სამწუხაროდ მოკლიკაბა არაცვია, მაგრამ შემდეგისთვის გავითვალისწინებთ. კი ბატონო. შემდეგი რისკ ზონა და პრობლემური ზონა იქნება აუცილებლად კარნიზი. კარნიზი არ ვიცი ქართულად როგორ არის, ქვედა დგარის ასაფარებელი დასამალი პლასტმასი. აი ხედავთ ხო? ფირი არის გადაკრული, შეიძლება წყლის მაღალი ჭავლის ზემოქმედებისგან ან რაიმე სახის ზემოქმედებისგან აქ ჩავიდა მტვერი და ამას უკვე არაფერი აღარ ეშველება. ამიტომაც ესეც უნდა ესე დაკორექტდეს და გადაიჭრას. ამასაც მოდი მე ვიზავ თქვენ თვალწინ და ამის შემდეგ უკვე მე აღარ გავაკეთებ, იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი ძლიერი მხარე, რომ ვაკორექტირო ავტომობილები და არც მინდა სიმართლე თუ გაინტერესებთ. სჯობს ეს პროფესიონალმა გააკეთოს, იმიტომ რომ მე ვაკ უფრო მეტი ძალა მომივიდეს, ვიდრე სჭირდება, შეიძლება მანქანის აღებავი დავაზიანო და არ ღირს ხო ალბათ გარისკოთ. და ამის თავის აწევის პროცესი კიდე ცალკე ხელოვნებაა მოკლედ რა. კაი, გავჭერი, მაგრამ ვერ გავჭერი, არ დაუწყებ ახლა მას შალის, დაუძახებ სხვას და სხვა გააკეთებს. გავაგზავნოთ ისევ დათვალიერება. აი აქ ხედავ რომ ოდნავ არის ფირი წამოწეული, მოდი. აი აქ არის ფირი წამოწეული. გავაღოთ კარები. ხედავთ ხო? აი აქ. ჩანს? ესეც ჭუჭყილა გამომდინარე არის. ანალოგიურად აი აქ გადაიჭრება ეს ფირი და ჩათვალეთ რომ ახალი არის და მე გარანტიას გაძლევთ თქვენს და პირობას გაძლევთ რომ ეს ფირი აღარ გააძლევს აზრობას. აქვე ჩაკორექტირდება და აქვე დამთავრდება ეს ყველაფერი. გაითვალისწინეთ 3 წელი და 2 თვეა გასული და როგორ მდგომარეობაში მანქანა პრინციპში მე ერთად შევაფასოთ. კაი ეს მაინც გულში ხინჯად ჩამჩამოდი ეს უნდა ავაძრო აქ რა, არ უნდა დამეტოვებია. просто ვერ უდგები პინცეტი მინდა და პინცეტი თან არის. ბოდიშ გიხდით ზარით შემაწუხეს რაღაც დომუში გვაქვს რაღაც საყიდელი დეკორის ნაწილი დაგვაკდა და ის უნდა გამოვიწერო, მაგრამ მოდი ეს ავაძროთ. არ მინდა რომ ხელით ფარავდეს უჩა კადრს და ცოტა ახლოდან მოდი რა. აბა ვნახოთ როგორ გავჭერი უკვე მეორე მცდელობაზე. აჰა. არის თუ არა იდეალური. აქ დარჩა წევა, რომელსაც ახლა მე თქვენს თვალწინ 2 წამში გავწმენთ. მართალია ეს ხა შესაბამისი ქიმით უნდა კეთდებოდეს, მაგრამ ვიდეოში ხა ამდენს თქვენ მე არ დამელოდებით, ამიტომაც ოდნავ ძალას დავატან. და აჰა, ეს პრობლემაც მოგვარდა. და კიდე იცით რა მინდა გაჩვენოთ სხვათა შორის დაკვირვებული არ ვიყავი. ნახეთ როგორი რახან თლად კლასიკური კარნიზი არ აქვს ამ ავტომობილს, ნახეთ როგორი ხაოიანი საღებავით არის შეღებილი სულ ბოლო ნაწილი. ჩანს? ეგრეთ წოდებული ფორთოხლის კანი. წაურაპტორებს ეს უეჭველი იმიტომ არის რომ კენჭებმა არ დააზიანოს. რაღაც დამცავის გამო იქნება ეს ამბავი რა. კი ბატონო, წავედით ახლა წრეზე. ესე იგი ჩვენ ვიპოვეთ ხარვეზი ბამპერის კიდეში 1, კარნიზის კიდეში 2, კარებზე მესამე. გავაგრძელეთ ახლა კვლევა ძიებითი სამუშაოები, არკაზე არის მშვიდობა. კი ბატონო, თაღებზე და უკანა ბამპერის ქვეშ შევიხედოთ. უკანა ბამპერის ქვეშ პრიალაა დაკრული, ხედავთ? და აქაც მშვიდობა.
აი ოდნავ ამ კუთხეს კი ჩავჭრით ისე ჩვენში რომ დარჩეს. აი ამ კუთხეს ჩავჭრით, მაგრამ ეს ბიჭებს ვანდოთ რა. წავით ახლა მეორე მხარეს დავათვალიეროთ. უკანა ბამპერის ქვედა მხარე ნორმალურია, არკა და მისი თაღიც ნორმალურია და გადმოვედით უკვე აქეთა სტოიკაზე. აქეთა სტოიკა ნახეთ როგორი დაზიანებულია. ხედავთ? აი. დაგვირთ. ეს დაზიანება არის მექანიკური დაზიანება. აქ ხედავთ კიდევაც თქვენ როგორი გაფუჭებულია ფირი. ხედეთ? აი აქაც, აქაც, აქაც. ეს ყველაფერი არის გასმის შედეგად, ჩემო მეგობრებო. გასმის შედეგად არის ეს არ გეგონოთ რომ ფირი თავისი დაზიანდა, არა, რახან მანქანა დაბალი არის, გასმის შედეგად დაზიანებული არის. და კიდევ ნახეთ რამხელა ვანდალიზმი არის აი აქ ჩადენილი. ეს არ მგონია მე რომ მანქანა იყოს გასმის შედეგად დაზიანებული რა. ეს ეწვრილად ეხა ვერ გაუსვა და ვერაფერს. ეს არის ნაბიჯარა ბავშვები რო აკეთებენ ხოლმე ხურდით ან ესეთი რაღაც მექანიკური რაღაცებით არის გასმული. აქ არის ფირი დაკრული და მანქანის საღებავი გადარჩენილია. მაგრამ ჩასერილია ფირი სიღრმეში და თვითაღდგენადობა აქ ვერ იმუშავებს, რადგანაც ფირი საერთოდ გაჭრილია. თვითაღდგენადობა მუშაობს მაშინ, როცა ტოპკოუტი, ანუ ზედაფენა, რომელიც არის სპეციალური ნივთიერება, რომელსაც შეუძლია გაცხელების შედეგად პირის შეკრას ან გათბობის შედეგად, როდესაც მხოლოდ ზედაფენა ზიანდება, ამ შემთხვევაში თვითაღდგენადობა მუშაობს და შეიკრება კრატერი, აღარ იქნება დაზიანება. მაგრამ როცა ფირი თქვენ ჩასერილია ზედაფენა კი რა, მისი 6-ვე ფენა ჩასერილია, უკვე ეს ყველაფერი აღარ ხდება. 6 ფენა, 7 ფენა აქვს დინოშილდს და ფორშილდს. მარტივად რო გითხრათ ახლა უყურეთ ეს ფენები, ფირში ჩვენ გვხვდება პირველი ფენა ეს არის დამცავი, რომელიც თავად ფირს მოყვება, მეორე ფენა ეს არის წებო, მესამე ფენა არის თერმოპლასტიკური პოლიურეთანი, შემდეგ უკვე თვითაღდგენადი ფენა არის, რაც თვითაღდგენადობას აკეთებს, ხოლო ბოლო ფენა არის ქეფშიტი, ან ეგრეთ წოდებული ტოპკოუტი, რომელიც პოლირებადიც არის სტეკის, რა თქმა უნდა, სერიებში, თორე ყველა ფირი არ პოლირდება რომ იცოდეთ. და მოკლედ აი ეს ფენები არის აქ ჩასერილი, აღარ არის დარჩენილი არაფერი და ამიტომაც ვერ აღდგება. გავაგრძელეთ ახლა ნახეთ, იგივე ადგილი რაც წინა კარნიზზე იყო, აი დანადამეშალა. იგივე ადგილი რაც წინა კარნიზზე იყო, აქაც არის დაზიანებული, თქვენ ხედავთ, რომელიც უნდა ჩაიჭრას. აი ამაზე მაქვს საუბარი. აი ამ ნაწილზე მაქვს საუბარი. და ბოლო და რაც სავალალო რაც შევამჩნიე, აქ მშვიდობა, რაც შევამჩნიე არის ბამპერის კუთხე, ნახეთ და ბამპერი არის ძალიან დაზიანებული. ხედავთ ხო? აქ ბამპერის ფირზეა საუბარი და არა თვითონ მის აღებავს. ამ შემთხვევაში არის ორი ვარიანტი, ნახეთ. მომხმარებელმა რომ არ მოინდომოს თლიანი ბამპერის ხელახლა გადაკრა, რომელიც რაც სერიოზულთან ხასთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ 3 მეტრამდე მასალა ჭირდება. მანქანის დათვალიერება მარტივად რო შევძლოთ, ჭრილები უნდა დაუთვალიეროთ, იმიტომ რომ თუ სადმე აი ესეთ განათებაზე თუ სადმე ზედაპირი დაზიანებულია, რა თქმა უნდა გამოჩნდება. და არ ჩანს, ამიტომაც ძალიან კარგია. ვათვალიერებ ჭრილებს, გამოყევი უჩაშენ ხაზებს თუ შეიძლება რომ ჩვენმა მაყურებლებმა ადევნონ თვალყური ჩვენი გადაკრის ხარისხს, ეს 3 წლის წინ გვაქვს ჩვენ ეს ყველაფერი გაკეთებული. აი, ნახეთ, მცირედი მტვერი, შეხედეთ, აი აქ. აი, ეს არის დაუშვათ გადაკრული. აი, აქ ვაჩვენოთ თუ შეიძლება, ხაზი, სადაც უკვე ზღვარი იყო, ზღვარის ბოლო ნაწილი არის ოდნავ მტვერიანი, რომელიც გამორეცხვა შესაძლებელია, სულ არ ჭირდება მან ფირს მოჭრა. გავაგრძელოთ ისევე თუ შეიძლება. წრე დავარტყათ, გავედით აგერ ბოლოში და მშვიდობა. აი, სწორედ ამიტომ იწერება, მეგობრებო, გარანტიები ჩვენს ფირზე, იმიტომ რომ გადაკვირდან 3 წლისა და 2 თვის შემდეგ მანქანას პრაქტიკულად არაფერი არ სჭირს და მისი ფირი ძალიან მუშა, ძალიან კარგ მდგომარეობაში არის, თვითჰიდროფობული ეფექტი აღარ აქვს. იმდენად რამდენიც გადაკრის მომენტში ეს შესაძლებელი არის თუ მომხმარებელს სრული ექნება, გადაგვიხადო შესაბამის თანხა და თვითჰიდროფობულებას აღუდგენთ, თვითაღდგენადობა რა თქმა უნდა აქვს და ხედავთ ფერის სიღრმეს, მანქანა იდეალურია ნახაზის გარეშე. და კიდე ადამიანები, რომლებიც ბჭობთ, გადააკრათ თუ არ გადააკრათ მანქანას ფირი, აგერ ბატონო შედეგი. თუ ვინმე შეგიძლიათ მანქანა ნაკენჭარის გარეშე 3 წელი შეინარჩუნოთ, იაროთ ამ საქართველოში და არა მარტო საქართველოში და გყავდეთ ისეთი, რომ გეგონება ცენტრიდან არც კი არავის არასდროს გამოუყვანია, მე ძალიან მეეჭვება.
ვისაც შემიგჯერათ ფირი გადააკარეთ, ვისაც შემიგჯერათ დაკენჭეთ მაგ მანქანები და მე უკვე მეორეს რო იყიდეთ ახალს, შემდეგ მოგვიყვანეთ ჩვენ ფირის გადასაკრავად. ჩვენი არხის გენერალური სპონსორი და ჩვენი ვიდეოების წარდგენია Slebet.G. ითამაშეთ დედის ტონამდე. მოკლედ, თუ გსურთ რომ ესეთი მანქანა თქვენ წავდეთ, ერთადერთი შანსი რომ ეს მანქანა შეიძინოთ არის ის, რომ იშოვოთ ფული და იყიდოთ. არავითარ შემთხვევაში არ დაიჯეროთ, რომ თქვენ ამ მანქანის ყიდვას მოგებული ფულით შეძლებთ. და კიდევ უფრო არ გამოყლებდეთ და არ დაიჯეროთ, რომ თქვენ ამ მანქანას პირდაპირ მოიგებთ. არა მეგობრებო, ონლაინ ტოტალიზატორი და კაზინოები, ფიზიკური კაზინოები, ფიზიკური გემბლინგ ადგილები და ნებისმიერი გემბლინგ დაწესებულება, თუნდაც ეს იყოს ხელის მაზავში კი დაგღუპავთ, ასე რომ არ გაეკაროთ. ჩვენ მომხმარებელს ყველაზე დაბალბიუჯეტური ვარიანტი უკვე რაც შეგვიძლია შევთავაზოთ, რომ ეს შეიცვალოს. არის ის, რომ არა მთლიანად 3 მეტრის შეცვლა მოთხოვთ თილამაბერზე, არა შესაძლებელი არის, რომ დაუშვათ აი აქ, ზედმეტ თუნდაც ყველაზე პატარა კუთხესაც აი აქ ჩაიჭრას და ადგილობრივად ჩაიკეროს. ესეთ სერვისებში ჩვენ მომხმარებელს ერთგულ მომხმარებელს პატივს ვთხოვთ და თანხას საერთოდ არ ვართვით, თორე 3 მეტრი ფირის გადაკვრის შემთხვევაში უკვე რა თქმა უნდა თანხის გადახდა მას მოუწევს, იმიტომ რომ ხელხარჯი გახება ჩვენ კომპანიას საკუთარ თავზე არ შეუძლია. ამიტომაც ეხლა მოდი მანქანის რისკ ზონები უკვე დათვალიერებული, ჩამოწიოთ ზემოდანაც დავათვალიეროთ და ვიდეოც დავასრულოთ. დღეისთვის სულ ეს იყო, მე ვეცადე წარმომედგინა 3 წლისა და 2 თვის გადაკვირული ავტომობილი, ჩვენს მიერ გადაკვირული ავტომობილი, გაჩვენეთ ყველაფერი გულწრფელად, იმედია რომ თქვენგან საფორთიც იქნება. ერთადერთი რაც თქვენგან გვჭირდება არის რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, არა მარტო YouTube-ზე, არამედ ნებისმიერ სოციალურ ქსელში, გააქტიროთ ზარიზღილატი, გამოვყვეთ და დანარჩენი უკვე ერთად შევქმნათ ძალიან მაღალი დონის სერვისი საქართველოში.